ეს გასაღებია ჩვენი რეინტეგრაციის, გასაღებია ქვეყნის გამკლიანებისაც არის. პირობითად რა, აი შენ ხარ სოხუმელი, ხო, რო წარმოვიდგინოთ, ხარ შენ ხარ სოხუმელი, ხო, მე ვარ თბილისელი, ხო? მე და შენ არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი შვილი იქნება თუ შენი შვილი იქნება, ჩემი შვილი და შენი შვილი უნდა დაждენ ერთად და ერთმანეთში უნდა გაარჩიონ, რომ მამა შენმა, მამა ჩემი მოკლა. ეს როლა, ხო, რა მოხდა? აი ეს ხო ხვდები როგორი რთული საკითხია რა. როგორი გზა არ არის, ანუ სხვანაირად და აქ თუ პასუხს შემოვიდანთ იმას, რასაც წეგანო ამბობ, ძალიან მარტივად შევრიგდებით. ვიტირებთ ბევრს, რომ აი ეს რა დაგვემა. და მე შევრიგდებით. მაგრამ ჩვენ თუ ერთმანეთს უნდა ვაჯეროთ, რომ მამა ჩემი მკვლელი იყო და მამა შენიც მკვლელი იყო, ჩვენ ვერასდროს ვერ შევრიგდებით. ხო, მაგრამ არ გაცლიან მაგის პლატფორმას არავინ არ ამას არ გაცდიან, ეხლა ნახე რატო არ გაცდიან მე. პირველ რიგში არ გაცდის ამერიკული USAID-ის დაფინანსებული NGO-ები. მე მაგალითად აი ზუსტად, აი რაც ეს საკითხები გავიაზრე თავიდან ბოლომდე, მთელ ისტორიულ მასალებს გავეცანი და მე დავუბრუნდი აი ამ კონფლიქტოლოგებს და იმებს, ვინც ამდენი წელი მათი ჯეროდა ვიღაცების ატა ზაქარეიშვილი, EMC-ის სოციალური სამართლებრივობის ცენტრის კვლევები ქართულ აფხაზურ საკითხებზე და რო წაიკითხო იცი რა ხდება USAID-ის დაფინანსებული. დეპრესია. დასკვნა არის რომ ეს არის შეუძლებელი შემიქმნას მენტალიტეტი რომ ჩემი და აფხაზის შერიგება არის შეუძლებელი მიხვდი და ამ დროს შესაძლოა USAID-ის ლოგოს თუ გადავდებ გვერდზე და დაუმიზნებ თავარ დამნაშავეს გლობალური კონტექსტიდან ვის გამოც მოხდა ეს ყველაფერი რუსის ხელით მაშინ ძალიან ადვილად შევრიგდები